დათმობდი თუ არა თავისუფლებას გარანტირებული უსაფრთხოების სანაცვლოდ. რამდენად არის ადამიანის ბედნიერებისთვის საკმარისი უსაფრთხოება თუ ის მოკლებულია თავისუფალ ნებას და თავისუფალ არჩევანს. სწორედ ეს არის კითხვა და არა მარტო ეს ბუნებრივია, რომელიც ისმის იმ წიგნში, რომელზეც დღეს მინდა რომ მოკლედ მოგიყვეთ. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გამორჩეული ტექსტი, მარადისობის აღსასრული, რომლის ავტორიც არის აიზეკ აზიმოვი და წიგნი არის არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ ავტორი აქვს საკმაოდ სიღრმისეულ და ფილოსოფიურ გააზრებას გვთავაზობს იმისა თუ რა არის ზოგადად დრო, ბედისწერა და რა როლი და დანიშნულება აქვს თავისუფალ ნებას და თავისუფალ არჩევანს ადამიანის ცხოვრებაში, კაცობრიობის ისტორიის მსვლელობაში და ზოგადად ცივილიზაციისა და პროგრესის საქმეში. მარადისობა ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არის დაარსებული დროის მიღმა და მის წევრებს ევალებათ დროში მოგზაურობა, რომ შეიტანონ მცირე ცვლილებები და კორექტივები წარსულში იმისთვის, რომ მომავალში პეპლის ეფექტის პრინციპი თავიდან იქნეს აცილებული ომები, კატასტროფები და კაცობრიობისთვის სხვა ბევრი დამანგრეველი მოვლენა. ზოგადად ეს მიდგომა, რომელსაც აქვს ადგილი იმ წიგნში, რომ არსებობს რაღაც ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს კაცობრიობის ბედი, ადამიანების ბედიღბალი, მათი თავისუფალი ნების გათვალისწინების გარეშე ჩაერიონ მათ ცხოვრებაში საკმაოდ ნიშანდობლივია, რადგან ბუნებრივია დღევანდელ ეპოქაში არსებობს ეს სიტუაცია და ბევრჯერ ყოფილა ამის მაგალითები უახლოეს წარსულში და ყოველდღურად შეიძლება გრძელდებოდეს, როდესაც მთავრობა მაგალითად ადამიანების ცხოვრებას ისე განკარგავს, როდესაც მთავრობა გვეუბნება იმას, რომ ჩვენ უკეთ ვიცით რა არის თქვენთვის სასიკეთო, თქვენთვის უსაფრთხო და ამიტომ დათმეთ თქვენი თავისუფლება, თავისუფალი არჩევანი რაღაც ნაწილში, მოგვანდეთ ეს ჩვენ, გადმოვიბარებთ თქვენს პასუხისმგებლობას ჩვენზე და აი ჩვენ უკეთ მივხედავთ თქვენთვის საჭირო საქმეებს. მაგალითად ამის მაგალითი იყო და ამას ჰქონდა ადგილი უახლოეს წარსულშიც, ეს იყო პანდემიის პერიოდში მაგალითად, როდესაც მთავრობამ რაღაცნაირად გადაწყვიტა, რომ სამედიცინო სფეროც ყველაზე უკეთ იცის და ჯარისკაცები ზომავდნენ სიცხეს ადამიანებს და რაღაც სულ აბსურდში შევედით. ეს იყო ყველა იმ პრინციპით ნამოქმედარი, რომ იმ მიზნით ნამოქმედარი, რომ თითქოს მთავრობა უკეთ იცის, ჩვენზე უკეთ იცის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი განვითარებისთვის რა არის უკეთესი. ეს ყველაფერი არის ტყუილი და აბსურდი და თავისუფლად შეიძლება ამის ამოკითხვაც აი ამ წიგნიდან. ბუნებრივი სიუჟეტის მოყვლას არანაირი მნიშვნელობა აქ არ აქვს იმ გაგებით, რომ არა მარტო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ტექსტია, ეს ტექსტი არამედ დეტექტიურ ელემენტებსაც შეიცავს და ის საოცარი ფინალი, რომელიც არის ამ წიგნში, შეუძლებელი ამ ფინალის მოყოლა, რათა ბუნებრივია იმედი არ გაუცვლოდეს იმ ადამიანებს, ვისაც უნდა წაკითხვა ამ შესანიშნავი ტექსტის. უბრალოდ ეს არის არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნი, როგორც ზემოთ აღნიშნე, არამედ არის ღრმა გააზრება და ფილოსოფიური გააზრება იმისა, თუ რა როლი აქვს ზოგადად თავისუფალ ნებას, თავისუფალ არჩევანს ადამიანის ცხოვრებაში. თუ როგორ შეიძლება თავისუფალი ნების მოკვდინების შედეგად ადამიანები და კაცობრიობა ზოგადად იქცეს მკვდარ საზოგადოებად. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათ ჰქონდეთ სრული უსაფრთხოება და სწორედ ამაზე ზრუნავს აქ ერთ შეხედვით მარადისობის ორგანიზაცია მარადისობა, რომ რაღაც კატასტროფები, ომები და საფრთხეები ააცილოს თავიდან ადამიანებს. ეს არის მათი მოწოდება და დანიშნულება, თუმცა რამდენად არის ეს მორალურად გამართლებული და სამართლიანი, ამაზეა ეს წიგნი. რამდენად შეიძლება ადამიანი მოაკლდეს ყველანაირ საფრთხეს და რისკს, შეცდომის დაშვების სივრცე პრინციპში არ დაუთოვოთ ადამიანებს, რამდენად იქნება შესაძლებელი ასეთ პირობებში ადამიანი განვითარდეს. რადგან იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს, წინსვლა და პროგრესი რომ მოხდეს, ადამიანს უნდა ჰქონდეს აუცილებლად სივრცე იმისა, რომ მან დაუშვას შეცდომა და დაშვებულ შეცდომაზე ისწავლოს. სწორედ მაშინ კვდება საზოგადოება, როდესაც ადამიანებს პრაქტიკულად არ რჩებათ პასუხისმგებლობა, რომელსაც აიღებენ საკუთარ თავზე.
და ისწავლიან საკუთარ დაშვებულ შეცდომებზე. სწორედ ამაზე არის ეს წიგნი, რომელშიც ძალიან საინტერესო სიუჟეტი ვითარდება, ძალიან საინტერესოდ ვითარდება იმ მთავარი პერსონაჟის ბედი, რომელიც მუშაობს აი ამ ორგანიზაციაში, რომელსაც ქვია მარადისობა, სადაც აბსოლუტურად ყველა კაცი მუშაობს და ეს არის შეგნებულად გაკეთებული იმისთვის, რომ ამ ადამიანებზე ოჯახის შექმნან, სასიყვარულო ურთიერთობებმა რაღაცა სენტიმენტები არ აღძლას ამ ადამიანებში და არ მიიღონ რაღაცა სუბიექტური გადაწყვეტილებები დროში მოგზაურობის შედეგად. სწორედ ამ დილემის წინაშეც დგება მთავარი პერსონაჟი ამ ფილმში, ამ წიგნში უკაცრავად მიიღოს გადაწყვეტილება იმისა, რომ დარჩეს საყვარელ ქალთან, უბრალოდ მოკვდავად თუ გააგრძელოს საქმიანობა ორგანიზაციაში, რომელსაც ქვია მარადისობა და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელიც ემსახურება კაცობრიობის ბედის ცვლილებას. ძალიან საინტერესო ტექსტია, ძალიან სიღრმისეული გააზრება იმისა, თუ რა როლი აქვს ზოგადად თავისუფალ ნებას, თავისუფალ არჩევანს ადამიანის ცხოვრებაში და რა როლი აქვს მას არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად კაცობრიობის ისტორიის მსვლელობისთვის და პროგრესისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი და თავისუფალი ნება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს უამრავი საფრთხე და რისკი მის ცხოვრებაში. თუმცა სწორედ საფრთხე და რისკი და ასაღები პასუხისმგებლობა განაპირობებს იმას, რომ ადამიანი მოძლიერდეს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად და შეძლოს გადარჩენა სამყაროში და ამით ბუნებრივია საფუძველი დაუდოს კაცობრიობის პროგრესს.